გამარჯობა, თქვენ უყურებთ ყველაზე მაგარ პოლიტიკურ სატირას talk-show-ს ეთოქზე. თბილისის მასშტაბით ვაკვირდებით უსერიოზულეს მარშებს სხვადასხვა სახელწოდებით. ბებია ბაბუების მარში, რეალის და ბარსელონას გულშემატკივრების მარში, სარეკლამო სეტზე ყავის აპარატის მენეჯერის მოადგილეების მარში და ასე შემდეგ. შეიკრიბებიან 100-მდე მოცრილი აქტივისტი და ჯერ პროქტოლოგების მარშს ჩაუდგებიან. მერე კოუჩების მარშზე გადაინაცვლებენ. შემდეგ Facebook-ზე ლიბერალებად დასაქმებული ფაშისტების მარში დაასრულებენ ხოლმე. ასე დაყიალობენ, კეტავენ ქუჩებს ერთი მუჭა აქტივისტები და ოპოზიციურ არხებზე ადგმევინებენ სურათს, რომ მთელი ქალაქი გაფიცულია და პროფესიულ მარშებში მონაწილეობს. მოკლედ, ერთობიან და TikTok-ისთვის კონტენტს ქმნიან, რომ თვითრეალიზება რაიმეში მოიპოვონ. ესაა მათი ალფა და ომეგა. ქვეყნისათვის ბრძოლის ილუზია და მატრაკვეცობა. უცხო ქვეყნის აგენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც 2 პარასკევი აქვს დარჩენილი და მოუწევს ორბელიანების სასახლის დატოვება, ევროპარლამენტში ცრუ დანოსებით ჩაბრძანდა. მადამ ბობარის გამოსვლას 500 ევროპარლამენტარიდან მაქსიმუმ 60 ესწრებოდა დარბაზში სალკას დანოსებს. სერიოზული მხარდაჭერა აჩვენეს ჩვენს ნომრიან აგენტს. დარბაზში გამოცხადებას კი დაეზარათ ამის ბლუყუნის მოსასმენად. დონალდ ტრამპს ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს კითხეს: ზელენსკი თუ დაპატიჟეთ ინაუგურაციაზეო? რაზეც უპასუხა: არ დამიპატიჟებია, მაგრამ თუ აქვს სურვილი მოვიდესო. რითაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა თავისი დამოკიდებულება კლოუნი ზელენსკის მიმართ. ჩვენ უკრაინის პატრიოტ ლიბერალ ფაშისტებს კი კვლავ ჯერათ, რომ უკრაინა ომში იმარჯვებს. ამერიკა მას დაეხმარება და რუსეთს უკან დაახევინებს. ასეთი წარმოდგენების ტყვეობაში მყოფი ადამიანები, როგორიც ქართველი ფსევდოლიბერალები არიან, სხვა ჯიშის ლიბერალებშიც კი რთული მოსაძებნია. ლიბერალი ფაშისტები ერთ-ერთი მარშისას ვაკის ფერიცვალების ეკლესიასთან მივარდნენ და მამა შალვას პროპაგანდისტი და რუსეთულმა ეძახეს. გამოდით ეკლესიებიდან მონებო და ჩვენთან ერთად დადექითო. შემდეგ რომ მიხვდნენ რა კერძის ჭამეს, დაიწყეს თავის მართლება, არავინ მივართნია, აქეთ გამოვარდა აქციის მონაწილეებსო. ანუ თქვენ სახლთან რომ მოვიდნენ და გაგინონ და გამოდი გარეთ რუსო მონაო გეძახონ, ეს მოვარდნათ არ უნდა ჩაუთვალოთ ლიბერალ ფაშისტებს. ეს მათი გამოხატვის თავისუფლებაა. მამა შალვა მომხდარ ინციდენტზე ვიდეო მიმართვა ჩაწერა, რომელსაც 5 მილიონი ნახვა და 60,000 მოწონება აქვს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს სად დგას ხალხი და რა ღირებულებებს ემხრობა. ლიბერალმა ფაშისტებამ მცირეწლოვან შვილთან ერთად გაჩერებაზე მდგარი დედაც არ დაინდეს და ბავშვის თანდასწრებით დაუწყეს ვიდეოს გადაღება და ლანძღვა, როგორ არ უჭერ მხარს ჩვენს რევოლუციას, სამარცხვინო დედა ხარო. მას შემდეგ, რაც გაჩერებაზე მცირეწლოვან შვილთან ერთად მდგარ დედას შვილის თანდასწრებით აგინეთ, ამის შემდეგ გიჩვენათ შუათითი. შუათითი კი არა, სულ რომ დაგრეოდათ სათითაოდ, ეგეც დამსახურებული იქნებოდა. როდესაც ბავშვსაც კი არ ითვალისწინებთ და განსხვავებული შეხედულების გამო ყველანაირ ამორალურობაზე მიდიხართ ადამიანის ჩასაქოლად. საბჭოთა მენტალიტეტზე და რეპრესიებზე საუბრობენ. მერე ეს ლიბერალი ფაშისტები, რომლებიც ვერაფერს მცირედით მათი აზრისგან განსხვავებულსაც კი ვერ იტანენ და ეგრევე თავს ესხმიან და ცდილობენ ფსიქოლოგიური ტერორი მოუწყონ. ბაიდენის ადმინისტრაციის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა, რომელსაც სულ ერთი თვე დარჩა მავნებლობისთვის, მედიასთან საუბრისას წამოსდა, რომ ქართულმა ოცნებამ ძალადობრივი აქციები დაშალაო. შემდეგ უხერხულადაც კი გადაასწორა ძალადობრივად დაშალა და აქციები არ ყოფილა ძალადობრივიო. მაგრამ ქვეცნობიერი საინტერესო რამაა, აუცილებლად გაქცემს, როდესაც ტყუილს იწახი. ფროიდული წამოსცემის საუკეთესო მაგალითი იყო, რაც მილერს მოუვიდა. გათქვა რეალობა, მაშინ როდესაც მის ფალსიფიკაციას ცდილობდა. აბა პიროტექნიკას და მოლოტოვის კოქტეილებს რომ ესვრი პოლიციას, იმაზე მშვიდობიანი აქციაა, მსოფლიოს ყველაზე იდიოტ ადამიანსაც არ შეიძლება მოაფიქრდეს, რომ თქვას. ამის პარალელურად ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გადააზიარა ჯეფრი საქსის ვიდეო, სადაც პროფესორი საქსი საუბრობს, რომ ამერიკა ბოლო 4 წელი ამიერკავკასიის რეგიონის დესტაბილიზაციით იყო დაკავებული და რომ ამერიკა უნდა შეეშვას უცხო ქვეყნებში მსგავს უხეშ ჩარევებს. მოკლედ, სანამ ტრამპის ინაუგურაციის დღე დადგება 20 იანვარს, მანამდე ბაიდენის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ეცდება, რომ წყალი კიდევ უფრო ამღვრიოს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ამასაც გავუძლებთ. ქართველმა ხალხმა გამოიმუშავა საკმარისი გამჭრიახობა, ანალიზის უნარი და სიბრძნე, რომ გარე ძალებისაგან ნაკვებ უსაფუძვლო და ყოვლად უსამართლო რევოლუციურ მცდელობებს საკადრისი პასუხი გასცეს სახელმწიფოსთან ერთად.
დღეს ამით გემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირას, კლავ @hawk-ზე.